სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველ დღე. მშვიდობა, მეგობრებო, თქვენ და თქვენს სახლს, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. დღეს არის ხსენება, ყველიერის ხუთშაბათს, არის ყოველთვის ხსენება შიომ გვიმელის და ძალიან მოკლედ ჩვენ ვისაუბრებთ დღეს მის ესე ვთქვათ ცხოვრებაზე და ღვაწლზე. რაც შეეხება მონასტერს, შიოღვიმის მონასტერს მე ცხოვრობდი ძალიან ხშირად, ესე იგი, ცხოვრობდი როგორ წელიწადში რამოდენიმეჯერ ავდიოდი იქ, ერთი თვე ნახევარი, სამი კვირა, ორი კვირა, ძალიან ხშირად ვრჩებოდი ხოლმე და აი ახლა თუ ესე ვთქვათ უკეთ გავხდი, ახლა 28 თებერვალს შემისულდება 47 წელი და მინდა რომ წავიდე შიოღვიმის მონასტერში და თუ წავედი აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს, თუ რა ვშვებოდი იქ, რა მორჩილება მქონდა, როგორ გალობდით, რომ ყელიაში ცხოვრობდი ერთთან ერთად და მოკლედ შიოღვიმის საფლავთან ჩავდიოდით პარაკლის ყოველ დღე პირველ საათზე ჩავდიოდით და ესე იგი პარაკლის ვიხდიდი და მოკლედ ერთი სიტყვით თუ წავედი ღვთისწყალობით და ღვთისშეწევნით აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს და ავტვირთავ და თქვენს ნახავთ. მეგობრებო, ღირსი შიოღვიმელი 13 ასურელ მამათაგანი ანტიოქიელი იყო და მისმა მშობლებმა ღვთისმოსავმა აზნაურებმა მშვენიერი ძალიან კარგი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს, თავდაბალ კეთილსა და ღვთის მოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა წმინდა წერილის კითხვა. 20 წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის იოანეს ხსენება არის 7 მაისს, იოანეს ამბავი გაიგო, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა. და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმინდა იოანემ, რომელიც წინასწარ-ჭვრეტის, ესე ვთქვათ, მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა და თავის მოწაფეებს კი უთხრა: იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამე თუ ღმერთსა გამოურჩევიეს. ესე იგი, შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის, ეს თქვათ, ანუ იმ პირობით, ესე ვთქვათ, ჩარეცვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს მშობლებისგან აიღო ნებართვა. და მეგობრებო, აქვე მინდა გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს მომენტი, რომ ჩვენ ხშირად მივიდეთ ჩვენ მშობლებთან, დედასთან, მამასთან და უბრალოდ ავიღოთ კურთხევა. აი მიდით და დედა დამლოცე, მამა დამლოცე და ესე ვთქვათ, ასევე თქვენ შვილებსაც უთხარეთ და ეს ყოველთვის ესე ვთქვათ, ასე ვთქვათ, ტრადიციად რო იქცეს. გავიდა რამოდენიმე ხანი და შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეოდ. შიომ გაყიდა საცხოვრებელი, გაათავისუფლა ყველა მონა და მამა იოანესთან წავიდა. ღირსმა იოანემ სიხარულით მიიღო შიო, ბერად აკვეცა და უდაბნოში დარჩენის ნება დართო. შემდეგ ღირსმა იოანემ იხილა ზეგარდამო ჩვენება, ამოერჩია მოწაფეები და ივერიაში წამოსულიყო, ანუ საქართველოში ხო, ქართველთა სარწმუნოების განსამტკიცებლად. იმ 12 თანამოსაგრეს შორის, რომელიც თან გაიყოლა წმინდა მამამ შიოც იყო. საქართველოში ჩამოსული მამები ზედაზნის მთაზე დაბინავდნენ. შემდეგ კი კათოლიკოს ევლავიოსის კურთხევით და მამა იოანეს რჩევით სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ საქადაგებლად. წმინდა შიომ ღვიმელი სარკინეთის კლდეთა შორის მდებარე ღვიმეში მოღვაწეობდა. უდაბურ ადგილას მოღვაწეობერი თვით ყოვლად წმინდა ღვთისმშობელმა აკურთხა. ეს ნახა სარკინეთის მთაზე სანადიროდ ყოფმა ციხედიდის მთავარმა
ევაგრემ. ევაგრეს ხსენება არის 4 თებერვალს იყო რუსულად. მოინახულა საკვირველი ბერიდან დაემოწაფა მას. მალე იქაურობა მეუდაბნოე მამებმა ავსო. მეგობრებო, წმინდა შიომღვიმემა სარკინეთში სავანე დაარსა და 2000 ბერს მოუყარა თავი. წმინდა შიომ ახტმა დადო, რომ დარჩენილ სიცოცხლეს მღვიმეში გაატარებდა. ეს მღვიმე თავისთავად მონასტერში გათხარა და შიგ ჩავიდა. ღირსი შიო, მეგობრებო, 15 წელი მოღვაწეობდა ღვიმეში. სულ იქ იყო. ესეთი არის ისტორია, რომ სპარსელების ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბაზის მხედრემა შიო მღვიმელის წმინდა ძვლები ირანში წაიღეს, მეგობრებო, და იმ წელს სპარსეთი საშინელმა ჭირმა მოსვა და შეშინებულმა სპარსელებმა ამის მიზეზად წმინდა შიოს ნაწილებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება მიიჩნეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნეს. საქართველოს ეკლესია, მეგობრებო, ღირსი მამის შიო მღვიმელის ხსენება, ესე იგი 9 მაისს და დღეს, ყველიერის ხუთშაბათს დააწესა. ღირსო დიდო მამაო შიო ევედრე ქრისტეს აღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ. ღმერთმა დაგლოცო და ღმერთმა გაგახაროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთათან. ამინ. დიდი მადლობა.